გამარჯობა. ჩემი სახელი არის ზევანი და ეს არის პირველი ვიდეო შემდეგი სტოპის. ოფიციალურად პირველი ვიდეოა ეს და წარმატებულს ვუსურვებ ამ ჩემ გაგრძელებას ამ ჩემ ვიდეოებს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მინდა რომ ჩემს სიყვარული გადმოვიტანო YouTube-ზეც და YouTube-ზეც დავიწყო ვიდეოების გაკეთება. ეხლა ვარ ისთოინში, ვიყავი ისთოინში რა და ბევრი რაღაც გადავხდა თავს და ვიდეო უბრალოდ ვერ ჩავწერე, რადგან სტაბილიზატორი ვიყიდე ეხლა. და უბრალოდ გამოყენება არ ვიცი კარგად რა და ეხლა სტაბილიზატორი ვიღებ იდეაში უბრალოდ რაღაც ოფშენები არის, რომელიც ვერ დავამუღამე რა. თავისით გარბის და გამორბის ეს სტაბილიზატორი და უბრალოდ ვერ დავამუღამე რა უნდა. სამუღამებელი მაქვს რომ კამერაში მყურო აქ არა ეკრანზე რა და ცოტა რთული არის ეგ ჩემთვის, იმიტომ რომ არ მქონია აქამდე ესე კამერასთან და ტელეფონის გადაღებასთან და რაღაც იქა შეხება არ მქონია რა. ხო და ნახოთ რა გამოვა, მიკროფონი ვიცი რომ არ მაქვს და ამაზე ვიცი რომ ბევრი ახლა შენიშნავს მომცემს რომ მიკროფონი თუ არ გაქვს რა სიცხებდი, მაგრამ დაიკიდეთ, კაროჩე უნდა დაიწყო რა მსგავს რაღაცების გაკეთება, სულ მინდოდა და თუ ერთი მონაბიც არ გადადგამ, ძალიან რთული არის მსგავს რაღაცების გაკეთება რა. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო რა. ანუ ძალიან მადლობელი ვიქნები თუ უფრო გამოიწერთ არხს, იმიტომ რომ ჯერ გავარდება ერთი ეგ და მეორე ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია არის რა. ეხლა ვიწევ, არ ვიცი საერთოდ არაფერი, კარტვაშა ვარ აპარატურის გამოყენების და აკი ხედავთ რომ რაღაცა ხმაური არის და ხმა არის მიკროფონი არა მაგას სტაბილიზატორი ეხლა ვიყიდე. პილოტი ვაფშე ხელით გადავიღე და რაღაცა საშინელება გამოვიდა რომ უნახე, მაგრამ თავზე მაინც, იმიტომ რომ პირველ ნაბიჯი გადავდგი მაგითა და ეგ კომპლექსია თუ რაღაც არის, ასე მომიხსენი რა მაგით. ესე იგი, ჩამოვედით ეხლა თელავში რა და ცოტა გამოვივლი, დავათვალერებ ახალობას, შევხედავ როგორი სიტუაცია და როგორი ქალაქია თელავი, არ ვიცი. მაგრამ წვიმს და დიდი ხანი ვერ გრძელდება ეს ჩემი აქ ჩემ პარკში, რომ წვიმაში კროქსებით ვარ ეხლა და იდეაში შემოგეხავა ფიქრიც, მაგრამ ამოღება მეზარება ძალიან ჩაცმა რა. და გამოვვლე თან ეხლა ოდნავ ხადა იყო წვიმავაც და ეხლა ვიღებ ჩვეულებრივი კამერით და DJI-ის აპლიკაციით ავიღებ და რამოდულიც მოყვა ამ ჩემ სტაბილიზატორს. ძალიან მეხმარება მსგავს რაღაცებს და ეხლა გზაში რა ვიყავი, რაღაც ტუტორიალებს ვუყურე და გონი კაია. გონი კი არა, მაგარი რაღაცაა ძალიან. მოკლედ ერთ-ერთ მაცხოვენ გავაჩერე და უთხრე რომ მეთქი საწავიდეთ ხო და მითხეს რომ მოედანზე წადიო. ვერ ვიტყვი რომ ახლა რაღაც განსაკუთრებული არის ახავრობა, მაგრამ არის რა. რაღაცნაირად გამოირჩევა ახავრობაც. სხვათა შორის ეხლა ვიღებ სტაბილიზატორით რა, ანუ ძალიან მაგარი არის რა. აი ეს არის ალბათ უდიდესი გადადგმული ნაბიჯი ეხლა ჩემთვის რა და მიკროფონს რო დავითრევ და რომ ექნება, ალბათ ეგ განსაკუთრებულად დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება რა ჩემთვის. და მგონი მიუახლოვეთ იმ ადგილებსაც, რომელიც შედარებით საინტერესოა და ასე თუ ისე ლამაზე და თავი მგონია სულელი ტურისტები რო დადიან ქალაქებში და არაფერი რო არ იციან ვაფშე. აი ეგ ვარ ეხლა მე რა. საკმაოდ კარგი გარემოა აქ, მინდა გითხრათ.
ესეც მაგარი ადგილი. სიმშვიდი ჭიტები ჭიკჭიკავენ. არ წვიმს და რაღაცნაირი ამინდია მართლა. თითქოს მოჟამულია, მაგრამ სასიამოვნოა უბრალოდ, იმიტომ რომ არც ცივა, არც ცხელა რაღაცნაირი სიოქრის არ მაწუხებს. ძალიან მომწონს. ამ შენობაში თუ შევეღწიე, კარგი იქნება. ეს დიდი ალბათობით ტაძარი არის. სიტუაცია არის ასეთი, რომ ტელეფონი მიჭდება მაქვს 18%-ზე და კიდევ მინდა რამე რაღაც ადგილების ნახვა რა, თუ მოახერხე გადავიღებ, თუ არა და სწრაფი ტემპით უნდა წავიდე ეგრევე ლაგოდეხში. დილით ვაპირებ, რომ ლაგოდეხის ნაკრძალში წავიდე რა. ეხლა ვარ თელავის ბაზარში რა, ეს ვარ გადავიღო. პროსტა არ შეიძლება და საკუთარი თავი ამოპატიებდა რა. ეხლა ნახეთ პროსტა სად გავიდე და რა განახოთ თელავის ბაზარში. ეს ჩვენი თელავის ბაზარი და დისკები პროსტა აი ნახეთ. ნახეთ. წავედით ესე იგი და შემდეგი კადრი წესით იქნება უკვე იმ ადგილიდან, საიდანაც გავაჩერებ მანქანას. აბა, კარგად. კარგად ვეთქი. კარგად. აქეთ არა ნიკა, აქეთ. კარგად. აქეთ ამაკარია. მიხურებ. Two hours later. ახლა ცოტა წინ მივიწევი, იმიტომ რომ იქ საერთოდ კაცი შვილი არ აჩერება და 10-15 წუთი ავიდეთ ეს თუ არა მეტი. შემდეგი ადგილი. თელავში არის ძალიან რთული გოგონებს რა. ესე იგი გურჯაანში ვიყავარ, აი ამ კარგ ადამიანს შეისახელი ბექა. მე ნიკამპია რა, ზევანის მეძახიან. და ეხლა მოდივართ გურჯაანში. ძალიან კარგი პიროვნება და მადლობა მას რომ ხალხზე წამომყვანა ეხლა რა. ესეც გურჯაანში ჩამოვედით. და შვედურად ვიმგზავრე, აი არაჩვეულად ვიმგზავრე. ეხლა ისეთი კარგი გემოვნება ქონდა სიმღერებში, რომ გავერთე ძალიან მაგრად რა. და თვითონაც ადამიანი, წესიერი ადამიანი აღმოჩნდა. მოკლედ, ჩამოვედი ბაკურციხეშიც. ავტობუსმა საკმაოდ კარგად წინ წამწია და ეს არის ძალიან კარგი. თუმცა, ეხლა მაქვს კიდე დიდი საგასამრელი რა. და გზაში კი დავფიქრდები რამდენად მიღებს თუ არა წასვლა დღეს სიღნაღში. ვეცდები რომ წავიდე და მოვიფიქრო ლაგოდეხში სანამ ავალ კიდევ ეგიც ამბავი არის რა. იქიდან მე
ღამით 9 საათზე თუ ჩამოვედი იქიდან კიდე კარგია და ენა მიყურებს რომ წამოდიო. იასე მივუყვები მე გზას რომელიც არ ვიცი საით წამიყოს. მოკლედ კარდენახში გავიჭედე. იქეთ არის ულამაზესი ხედი. Короче, დღეს სიგნალი ჩახსენით. არ მოელოდოთ რომ დღეს სიგნალში წავალ. იმიტომ რომ ლაგოდეხამდე არის ძალიან დიდი გზა, ძალიან დიდი გზა ხა მართლა რა. და როგორღაც უნდა წავიდე ლაგოდეხში. სიგნალის გზამდე უბრალოდ მინდა მისვლა რომ გავიარო. სოფელი წნორში უნდა მოვხვდე როგორღაც. და უნდა გავყვე ავტობრით, იმიტომ რომ მე ხო წამოვედი ისეთი გზა, სადაც ავტობანი არის და არის ძველი გზა და არის სოფელმა წამოსულიყავი. რა სხვა გზა იმინიცე საერთოდ არ მქონდა. ეხლა ფაქტობრივად ღამდება. თითქმის აღამდა უკვე რა, ანუ ძალიან ცოტა რაღაც დარჩა. ცოტა ერთი საათი აღვა და უკუნთი სიმრავლე იქნება და განათებებიც კი არა. ანუ არის, მაგრამ ნუ რაღაცა თუ განათებს რაც მარიც. ეხლა თუ არ განათებს, ესე იგი აღარც განათებს რა. ავტობანზე თუ გავედი, ღამით შესაძლოა ვიღაცამ გამოიაროს და ალბათ ეს ეპიზოდის მორჩება მაშინ, როცა მე სახლში მივარ და მეორე ეპიზოდში ნახავთ თუ სად და როგორ წავალ. ამ ვიდეოს thumbnail-ად უნდა იყოს ბათუმი ლაგოდეხი და არა ბათუმი თბილისი ლაგოდეხი და არა თბილისი სიღნაღი რაღაცა ეგეთი. ხოდ თბილისი ლაგოდეხი. დღეს მოკლედ ყველანაირად ეცადა ჩემო ცხოვრებამ რომ არ წამოვსულიყავი რა. იმიტომ რომ პირველი დილას სახნა ხო გამოვედი რაღაცები დამჭა სახში. ანუ ეს თავარი რაც ქონდა წამოვიყო პატარა ფარსეთკა. ეს დამჭასავით. გამახსენდა საყადეს და რომ გამოვედი მაშინ. მე ზუმერში მოხდა რაღაც ბევრი ინციდენტი და 9 საათი 1 საათი იქ დავყარგე. მე ვენდიში ვჭამდი და იქ ბარათმა გაჭედა და ვერ გადავიხადე. ანუ პროსად აი კიოსკი ხო იცით, აი კიოსკზე გაჭედა ბარათმა და იქაზე ვერ გადავიხადე. არჩი მე აქეთ წამოსვლაზე მთელი დღე მოვდივარ ფაქტიურად და რამოდენიმე მაგით წამოვედი, ლივს მოვედი აქ და აქაც აღარ აჩერებს არაფერი. ეხა არის 9:14 წუთი, უკვე 15 და ვარ სოფელ ანაგაში. ფეხით გამოვიარე უკვე ალბათ. ნუ ძალიან ბევრი გამოვიარე ფეხით რა. მანქანა ფაქტიურად არ არის. ერთმა მანქანამ მარტო 200 მეტრი წინ წამომწია და შო რა. უნდა ავიდე აუცილებლად წნორში და წნორში არის ავტობანზე თუ დავდგები წესით მალე უნდა ავიდე მე ლაგოდეხში რა. ვაქიში ვარ ვაქიში ბატონო. მე აკაკი ნიკა მაგრამ ზევას ვეძახიან YouTube-ზე ვიწყებ რა მოღვაწეობას ახლა იმ განხრით და ავიცი რა. ეხლა ჩავდივარ ესე იგი ვაქიში და ნუ ცოტა გზა გავიარე, მაგრამ რაღაც ფიქრი უკვე გაია ჩემთვის რა. იქ შესაძლოა მე ვიღაცამ გამიჩევას და წნორში ჩავიდე მარტივად. წნორში ასვეთან გაგიჩერებ. მადლობა ძალიან. გამოვწდები წნორში ასვეთან გაგიჩერებ. შენ ვერ შევარ იმიტომ რომ ხაზმოტრი არ აქვს მანქანაზე გაიგე და დამიწეს ხაზმოტრი ჯერ იმას დამიწეს. არის პრობლემა. შეგიძლია წავიდე. თუმრამდე მიგიყვან წნორის იმოდი, მიგიყვან წნორი და უკან დავტრელდი მეის. აუ, მადლობა ძალიან, გაიხარ. კაი კაცი ხარ ძმაო შენ. აი, პანერთანაც მოვედით. შევედით წნორში. მოკლედ ესე იგი გამიჩერეს მანქანამ და მადლობა მათ ძალიან დიდი. ეხლა მივდივართ ვარდის უბანში, მე ჩამოვდივარ გიაში ვარდის უბანში და სათქეცლზეც ტელევიზორი მოვაღწიე და კონი კაი თავგადასავალი იყო. თავგადასავალია, ნუ კარგი იყო, მე მომეწონა ეხლა რაღაცაები. კაი ჰაერე იყო და კარგად გამოვიცვალე ჰაერი და კიდევ რომ მეორე და საინტერესო ტრიპი მოხდება და გამოიწერეთ არხი უეჭველი და დალაიქეთ ეს ვიდეოც. ჩამოვედი როგორც იქნა. დავიღალე შია. ფეხები მტკივა.
მაგრამ ძალიან კაი იყო. იმიტომ რომ მსგავსი გასვლები ზოგადად ძალიან მიყვარს. თან მithumedes ხვალ ნახავ ლაგოდეხის ნაკრძალსაც. მოკლედ დამთავრდა ჩვენი დღეც და დამლელი იყო საკმაოდ მაგრამ საინტერესო ბევრი ვიარებხით და გამისწორდა სავით ვერ ვიტყვი ხა ძალიან გამისწორდა მაგრამ ნუ გამისწორდა რა ბევრი რაღაცა ნახე ჰაერი გამოვიცვალე და ძლივს უთა ჰაერი შევისუნთქე თბილისისგან განსხვავებით და ბათუმისგან განსხვავებით თვითონ კი ძალიან მაგრად მაქვს ვიცი მაგრამ არა უშავს ხვალინდელი გიგმები ეხა რა არის უნდა წავიდე ჯერ ლაგოდეხის ნაკრძალში ეს დღესაც მე მქონდა სიგნალში წასვლის მაგრამ გადაიდრო რა უხრა ეგრე მომივიდა ეხა წავიდე უნდა ლაგოდეხის ნაკრძალში ჯერ და იქიდან პედამე წავარ სიღნაღში და 7 საათზე უნდა ავდგე აქაურობა უნდა გადავიღო კიდე შეგნით დეიდა ჩემის ბაღი და რაღაცები მაინტერესებს. სოდაშოს აქ ალუჩა მოსული და ძალიან მიყვარს ალუჩა და ალუჩა შევჭამ. რა ვიცი. დავუძინებ და ეგ არის რა. გამოვიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო რა. დიდი мотивация იქნება ჩემთვის. ნახვამდის და